შუადღემშვიდობის მეგობრებო, მე უცხოვება რაღაცნაირად, რო გელაპარაკებით და კონტაქტზე გამოვედი, ესე ვთქვათ. ძალიან მძიმე დღეების ფონზე კიდე ისევ ვდგავართ, ცოტა გაუმართავე, ცოტა არა ძალიან გამართავ მდგომარეობაში. უღმესი მადლობა ყველას უკლებლი, ვინც მომისამძიმრეთ, ვინც პირადში მომწერეთ, მაგრამ დიდად არც მოწერის, არც სრულად წაკითხვის და ასე შემდეგ დრო არ მქონდა, მაგრამ ყველასათვის მოვიცლი, უღრმესი მადლობა ხალხო, ძალიან დიდი ხართ რიცხვი იმ ადამიანების, ვინც ჩემი ოჯახის გასაჭირი გაიზიარეთ. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას და კი, ძალიან მძიმე დღეები უდგას ჩვენს ოჯახს, მძიმე განსაცდელი, ახლა ყველაზე რთულად არის ჩემი დედამთილის ემოციური მდგომარეობა, შვილები გასაგებია, მაგრამ ამასაკში რო გვხვდება ადამიანი, ეს კიდე ალბათ მაგი დარტყმა, იმიტომ რომ ამ დროს ჭირდება ადამიანის ხალხს ჩასჭიდებს, რაღაცა ერთად იფუსფუსებენ, ერთად ანუ ხო ხვდებით, ძალიან რთულია. ძალიან მსხლა ხალხო, ვიწვი ჩვეულებრივად. ვიწვი, ამოვიჯდე, რასაც ქვია ცხელა დღეს. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც ჩვენს ნაუჩეს ეკადრებოდა, ჩვენს ოჯახს ეკადრებოდა, ყველაფერი ზომიერად, ეკლესიურად, ყველაფერი ისე როგორც ხდება ხოლმე. გავიგუდეო, რა ვიცი, დედა მაღაზიიდან რა ვერ გამოვიდა, რა სყიდულობს გახოცები ამ დღეს, წვენისყიდოს რა თუ რა წელი. ჩვენი სიყვარული აი ასე განიცდის და წევს სულ პაპას მერე. შუადღემშვიდობის მეგობრებო, ცოტა წავისვა რაღაცა საშინელი ფერი მადევს სიმართლე გითხრათ სახეზე. აღარაფერს ვამბობ გამონაყარი და რა ვიცი კიდე შედარებით ანუ დამატენიანებელი რაღაცები მისვია. არ ვიცი, სასწაული ხალხი ხართ ხალხო, უღრმესი მადლობა ყველას. აი არ ვიცი, არ მომბეზრდება თქვენთვის მადლობის გადახდა იმ გვერდში დგომისათვის, რასაც მე კომენტარებს ვკითხულობ და პირადში მომდის და აი არ ვიცი, ანუ ძალიან დიდი აუდიტორია ხართ ეს ადამიანები და ჩემთვის ძალიან ძვირფასი და აქამდეც ხო ძალიან ძვირფასი იყავით და ყველასათვის ასია მათი მუდმივი მაყურებელი ძალიან ძვირფასი ხდება, მაგრამ ახლა მეტად დაგაფასეთ კიდე როცა ასეთ მძიმე წუთებში ამდენი ადამიანი გამოჩნდით, ვინც თანაგრძნობა გამომიხატავს. სიმართლეს გეტყვით და არ მოგატყუებთ, რომ მართლა არ მეგონა თუ ამდენი ადამიანი გამოჩნდებოდა, ვინც ჩემს რაღაცა წუთს გაიზიარებდა და თურმე ძალიან ბევრი ხართ, ვინც მიყურებთ, მაგრამ უბრალოდ კომენტარებში არ ჩახართ და კიდე უამრავი რამ. უღრმესი მადლობა, აი სიტყვები არ მყოფნის, რამადენად შემიძლია აი წარმოსახვაში უამრავი მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ ვერანაირად. ყველას ძალიან დიდი მადლობა. რეალობას ვეგუებით ნელ-ნელა, ძალიან რთულია ადამიანი, რომელიც მუდმივად ჩვენს გვერდით არის, უცებ ყველაფერი რო სრულდება და ყველაფერი მისთავს გახსენებს, ყველა ნივთი, რა ვიცი, ხე იქნება თუ სამზარეულო თუ საძინებელი თუ ყველა დეტალი რომ მისთავს გახსენებს, რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა. მაგრამ როგორც გითხარით, რეალობის შეგუება დავიწყეთ. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია ცხოვრება, ხო, ალბათ დამეთანხმებით. ახლა ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უნდა ვიდგეთ ჩემი დედამთილის გვერდში ყველა
რომ აი ეს ალბათ განსაკუთრებით მძიმე ერთი თვე, ყველაზე მძიმე ალბათ რაღაცნაირად გადავატანინოთ. არ მივცეთ ძალიან ბევრი განმარტოვების საშუალება, ძალიან ბევრი ტირილის საშუალება, ძალიან ბევრი ჩაკეტვის საშუალება, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სულ მის გვერდით ვიტრიალოთ, რომ აი ამისათვის გქონდეს ნაკლები დრო, რა თქმა უნდა, საწავლა ხო ის ტკივილი და ფიქრი. მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, მით უფრო როცა ბავშვია სახლში, კიდე მეტი სიხალისე შემოაქვს, მეტი ბედნიერება შემოაქვს და რაღაცნაირად კიდე, აი, ძალიან ვცდილობთ, რომ ეს პერიოდი მისთვის ოდნავ, აი, თუნდაც ამდენით იყოს შვება, იმიტომ რომ მე რეწყება სამსახურები და მაინც კიდე ასე ხშირად ამხელა დოზით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით ვერავინ. ამიტომ ეს პერიოდი გვაქვს იმისათვის, რომ რა თქმა უნდა, ბევრად ხშირად ამოვალთ, ვიდრე ამოვდიოდით, მაგრამ სულ აქ ხო ვეღარ ვიქნებით შესაბამისად, უფრო მეტად გვინდა, რომ ეს პერიოდი მასთან ვიყოთ. მე და ანა ვართ აქ და ჩემი მეუღლე ბავშვი, ჩემული წავიდა, იმიტომ რომ მუშაობს და ამდენი დღე უკვე ფიზიკურად ძალიან უმძიმს მასაც, მაგრამ ახლა ალბათ ყველაზე მეტად საშველი მაინც ჩემი დედამთილია, ვიდრე ჩემი მეუღლე, ვიდრე ჩემი მული. ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ჩემს დედამთილს თანადგომა და ის ყველაფერი, რაც საჭიროა. უამრავი ადამიანი იდგა ჩვენს გვერდში, რა ვიცი, ყველასათვის სიკეთე გვემეტება და სიკეთეში გადახდა გვერდში დგომის. ყველაფერმა ჩაიარა ისე, როგორც ჩვენს ოჯახს ეკადრებოდა, როგორც მიცვალებულს ეკადრებოდა, აბსოლუტურად ყველაფერმა ძალიან სიმშვიდეს ჩაიარა. გულისხმობ რაღაცა ყველანაირი ინციდენტის ზედმეტ რაღაცეებს, როგორც ხდება ხოლმე ბევრგან მინახავს რაღაცეები და ძალიან მშვიდად, ძალიან თავის დროზე, ძალიან ისე ჩაიარა ყველაფერმა, როგორც უნდა ჩაევლო. ასევე მეორე დღეს ვიყავით 7-8 ოძახიან საფლავზეც, შესაძლებელი ვთქვით და მოკლედ ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. მარიკოს საერთოდ შეეხება, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაიაზრა და როდესაც დაკრძალვის დღე იყო, ჩემს მეზობელს ყავდა გვერდზე ნათესავს გაყვანილი, არ მინდოდა ამ კიდევ წელს შესწრებოდა. ისედაც ხედავდა ხოლმე ტირილს მაქსიმალურად იკავებდნენ თავს, მაგრამ მაინც და ამიტომ ამ დღეს არ მინდოდა ამ ხელა ემოცია ენახა და მე რო ავიდა მაღლა მეორე სართულზე იკითხა, რომ სად არისო? მან იცის, რომ ანგელოზად იქცა ჩვენი ოჯახის მფარველი ანგელოზია უკვე პაპა, თუმცა ბუნებრივია, დანაკლისი აქვს, ბოლომდე ვერ იაძრებს, იმიტომ რომ პატარაა, მაგრამ აქვს მაინც რა და ხვდება. ახლა ბასეინში ჭყუმპალაობს, ბასეინში აგრძელი აბაზანები რო არის იმაში. ბასეინამდე ვერ მივედით, ეს ისეთი დღე აღმოჩნდა ჩვენთვის ძალიან ტრაგიკული, შესაბამისად ბასეინისთვის რა თქმა უნდა არავის არ ეცალა. თუმცა უკვე ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად გამოვიდეთ ამ შოკიდან და ბავშვსაც უნდა სხვანაირი დღის დაგეგმა ბავშვმა, არ უნდა მიიღოს ამდენი ის, ხო, არ შეიძლება, შესაბამისად ყველანაირად ვცდილობთ, რომ მარიკოსთვის არ იყოს ძალიან მძიმე დღეები და უბრალოდ არ აღიქვას ამდენი მძიმე დღის ენერგეტიკა. დავიყალე. ოთახი დავალაგე, ხალხო ისე დავიღალე, მოსაწმენდი დამჭა. და მეთქი ცოტა ხანი ჩემ გოგოვის უჭორავები. ჩაუსხით მოკლედ წყალი, ხო და ჭკუმპალაობს, საცურაო კოსტუმი წამოღებული გქონდა ისედაც მედო ჩემოდანში, შესაბამისად საცურაო კოსტუმით ჭკუმპალავს, აუცილებლად გაგიზიარებთ ფოტოებს და ვიდეოებს, ძალიან საყვარელი. რა იყო დე? დოდონას ბლოგზეც უკვე დავიწყე დადება ვიდეოსი, მაგრამ ახალი ვიდეოები არ დევს. ძველი ვიდეო დავდე, გავაზიარე. გადმოწერდა დავდე მოკლედ ძველი ვიდეო.
საერთოდ სურვილი არ მაქვს იმ სიხალისის, რაც დოდონას ვიდეოებზე იწერება და არანაირად ემოციურად მზად არ ვარ და არც ვაპირებდი არაფრის დადებას, მაგრამ თითქმის 9 დღე გავიდა და გვერდისათვის ეს არის კატასტროფა, იმიტომ რომ შესაძლოა სრულად დავკარგო აქტივი, რაც ჩემთვის არის, არ ვიცი რა, ნულიდან დაწყება ყველაფრის და ნულიდან დაწყება კიდე ძალიან რთულია ისევ. ასევე მე გამომწერები გიუქმებენ გამოწერას, როგორც ხდება მოკლედ და ამიტომაც დავდე მცველი ვიდეო, რომ აქტივობა გქონდეს. ბევრი ვერ ექნება, ახლა დიდი ხანი არ დამიდია არაფერი, თუმცა რაღაც ნაწილი მაინც უკვე ნახავთ. ასე რომ ესეთი ამბები გოგოებო, ცოტა ისე ვარ რა, ძალიან დაღლილი ვარ. უსაშველოდ დაღლილი ვარ, სიტყვებს ვერ ვუყურე, თავს იმდენად დაღლილი ვარ. დასვენებაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემ ტვინმა აღიქვას. რა მოხდა, რამდენი დღე იყო ეს რთული, ძალიან ბევრი ხალხმრავალი დღეები, ემოციური დღეები, ძალიან რთულია მოკლედ. მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შეგუებადია. რა ვიცი. ახლა ჩემ გოგოს გავხედავთ, რომ თავით არის ჩარჭობილი და თითქოს მზე ხან გადადის, ხან არის და არ მინდა რომ გამიცივდეს. წავე. რას მეერთმევდე? იოგურტ. მეერთვიდე. უკუღმა გაცვიადე და მე გაისწორო ფეხსაცმელი. კაი. ანიჭყეს ყავა. კიდე მივამატე რაღაცები. ეს არის დაუთოებულ დაპიწყინებული ყველაფერი სამოსი, რაც მარიკოს მინდა რომ წავუღო. აქეთ კიდევ რაოდენობის სამოსი დავყარე, რომელსაც ვარჩევ რა მინდა წავუღო, რა მინდა არ წავუღო. ვფიქრობ, რომ ამის სეზონი აღარ არის და ეს საგარდილებო ოთახში წავ. ასევე აქ რაც ისეთი ის არის, აქ დავალაგე, რაც არ მინდა წავიღო. ჩავალაგოთ ჩემოდანში ჩვენი ბარგი, რომელსაც იდეალურად ვიყენებდი საბერძნეთში და მქონდა ხოლმე და არ ვიცი, ძალიან კარგად ვიყენებდი ამ ჩემოდანს. თუ არ გსურთ, რომ ძალიან დაიკუჭოს თქვენი სამოსი, ასე უნდა დაახვიოთ რგოლად სამოსი. დოდონას ვიდეოს გადაღება ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ვიდეოს გადაღება დაახლოებით 40 წუთი მოვუნდი თავის ყველაფრიანად და ძალიან ვამაყობ, უმაგრესი ვიდეო გამოვიდა.
რა თქმა უნდა ცალკეც დავდებ შორტებში და აქაც მე უხმოდ რა თქმა უნდა წავა კადრები აი ვამაყობ იმით რომ შემიძლია სასწაული კადრები გადავიღო მოვიგონო აი გიჟდები მეტირება იმდენად მაგარი ვიდეო გამომივიდა ძალიან შრომატევადი იყო მაგრამ ანუ ძალიან მაგარი იყო ძალიან თვითონ პროცესის დროს ვის სიამოვნე ხალხო რაღაც არა ამქვეყნიურად აი რო აღარ გინდა რომ დასრულდეს და რო აღარ გინდა რომ დამთავრდეს ვიდეო და აი ზუსტად მაგ ბავში ვიყავი რა თქმა უნდა თვითონ სიმღერა არის გრძელი ანუ თუმცა მაგ ხელა სიმღერა არ გამიკეთებია ნაწილი გავაკეთე მხოლოდ რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ არ მობეზრდეს მაყურებელს მე კი ხო, ეს ახალი კაბა მაცვია, რომელიც ძალიან დაბალ ფასში ვიყიდე. არის მუხლამდე, თუმცა ამაც ცოტა მოგვიანებით გაჩვენებთ, როცა უფრო კარგი კადრები იქნება რაღაც სიმწვანის ფონზე და ასე შემდეგ. და სუსველი ვარ, ანუ სუსველი ვარ. თლიანად წყალი უნდა გადავივლო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინსტრუმენტი გამოვიყენე, აქსესუარი, ქუდები, ყველა კადრი ცალ-ცალკე და ეს მოითხოვს ძალიან დიდ შრომას, ვინც იღებს მსგავსი კონტენტის ვიდეოებს, როგორცაც დოდონა იღებს, როცა საუნდებზე აკეთებს ვიდეოებს, ხო? უხმოდ ძალიან კარგად მიხვდება რამხელა შრომა და აი ამ რაღაცა 2 წუთის უკან და 2 წუთის უკან რო 40 წუთი დგას, ხან 1 საათი დგას, ხან საათნახევარი დგას, მაგრამ როცა შენ გიყვარს შენი საქმე, აკეთებ აი ისეთი დიდი სიამოვნებით ხალხო რომ რა გითხრათ და მე რო ადამიანები გამოვლენ და მიწერენ ეს გიჟია გიჟი ვარ და მომწონს ეს ფერიც ეს დგომაც, თუმცა რა თქმა უნდა, ცხელია, იმიტომ რომ გრძელყვალზეა, მაგრამ ეს არის სიგრილეში ჩასაცმელი კაბა, თორე ამას ზამთარში ცხადია ვერ ჩაიცმევთ ხალხო, ძალიან თხელია. ბაი. ღამის პირველის 20 წუთია. ზივარ. დასკო მესამე თავლი ყავა. ბოლომდე დამისრულებული. რატო ზივარ ასე რო გითხრათ ზუსტად ვერ გავიგე, მაგრამ თან მინდა დავწვე, თან არ მეძინება, თან დაღლილი ვარ, თან არა ვარ, აი ისე ვარ რაღაც გაურებულ მდგომარეობაში რო იქნება ადამიანი. ეხლა დღეს მთელი დღეა. ლაგებაში ვარ მართლა, გადავწყდი. ანუ გადამივიდა თავზე უკვე ყველანაირი ნერვი. პარალელურად წარამარა ვეკონტაქტებით სოფელში, სადაც იმყოფებიან ჩემი მეუღლე, ანიჭკა, ნუ ჩემი ძმითი თავის. ხოდა სულ ხაზზე ვართ და ნამონება ჩამოდი მალე, ჩამოვა. მგონი 100 ჯერ ვისაუბრეთ უკვე დღეს, დასაკეთებთ ერთ და იგივე ძირითადად როგორც ხდება ხო. რას უნდა კეთებდეს ადამიანი ახლა დღეში 300 ჯერ. ისეც ანუ ხო ხვდებით რამე განსხვავება. მაგრამ რაღაც ეულად ვარ. ხვალ ბიჭებთან გადავალ თორში და მიმას სიკვდილოს მაგის გარეშე რომ წავიდე სოფელში და ბავშვი არ ნახო. უბრალოდ დღეს მართლა არ მეცალა. მარა გულზე მომეშვა ის ოთახი რომ დავალაგე. ანუ აი გასაკეთებელი იყო რა ეგ საქმე რა, აი მაგის გარეშე სოფელში მაინც არ წავიდოდი არც ერთ ვარიანტში, უნდა გაკეთებულიყო. მე ახლა კედლები შეღება და ისინი და ესენი ეგ უკვე ესეთი საქმეა, იმ თავარი ძირი რაც იყო ის დამელაგებინა დავალაგე. ეგ მინდოდა ძალიან ბევრი რამე გადავყარე ხალხო. ენა რაოდენობის ნაგავი მოვაგროვე. იცით რამადენი არ გენახოთ ეგეთი არაფერი. აი ერთი დიდი მანქანა დაჭირდება მე მგონი.
აი ძველი რაღაცა ნივთები, სამოსი ისეთი, რომელიც დალაქაებული ისეთი ასე ყველაფერი. კიდე ძალიან ბევრს გადავყრი უბრალოდ. ჯერ ცოტა ვიმაშვები რა ქვია. ისე ვარ რაღაცებს ჯერ ვერ მივადექი, რასაც მივადექი ისინი მოვიშორე. მე არც არ ვაჩერებ ხალხო რასაც არ გამოზდის აღარაფერი. თუნდაც ახალი იყოს. თუ არ ამოზდის, არ ამოზდის და დამთავრდა. ახლა ვფიქრობ მივადგე ფეხსაცმელებს ნაწილი გადავყარე. ნაწილს ალბათ დღეს არა გვიანია ძალიან ისე გათიშულ ხვალ. გადავყრე, მინდა რომ ფეხსაცმელების კარა და კარგად გამოვასუფთავ და გავაწყრიალო თავის ფეხსაცმლებიანად. ზამთარი ზაფხული ერთმანეთშია მოკლედ რა. ძალიან მინდა ფეხსაცმელების სათავსო რო არის. თუ ვნახე ფოტო, თუ შემხვდა, აუცილებლად ჩაგიგდებთ, ადრე მინდოდა მაგის ყიდვა და რა მე რატო ვეღარ მოხერხდა, ოღონდ არ ვიცი მაგის ყიდვა, მინდა რომ ვიყიდო, მაგრამ გარეთ ეს ამხლა ხოხლილი კარა დადგას. ისიც იქით დავდგა, რა ვიცი რანაირად იქნება, არა და ფეხსაცმელები არ გვეტევა, ვითომ დიდი შევუკვეთეთ რამდენიმე რეადი, მაგრამ რავი, არ ეტევა სამი ადამიანის მე რა ჩიბიქრის არის აქედან გონი 15 წვილი. ხო და იმაში ეტევა სამსაბი თუ 4 და სულ 3 რეადია და გვერდებზე აკიდე. ხო და არ ვიცი. შემიძლია თქვათ აი ესეთი რაღაცები სეზონების მიხედვით შევალაგო და თუნდაც ეგ დავდგა იმ საგარდილებო ოთახში. ძალიან ჩვეულებრივად შემიძლია მაგის დადგმა. მოუწებნი ადგილს მეტი რა არის, რომ აი აქ იყოს თქოს ერთი სეზონი. იქით მე გამოვცვალო და ეს, იმიტომ რომ აქ არ ეტევა გოგო. ყველა სეზონი არ ეტევა. ხო და რა ვიცი, გონი 79 ლარი ღირდა თუ ფასდაკლები. რავი რაღაც არ მახსოვს რა. ასევე მინდა მსგავსი სოფელშიც წავიღო, მაგრამ ეს ოქტომბერი, ნოემბრის ამბებია მანამდე არა, მაგრამ რას ფიქრობთ, ვისაც გაქვთ ეგ რამდენად კარგია. ასე არა ვარ სიმართლე რომ გითხრათ მართლა არ ვიცი. ფოტოზე კარგია და ისე არ ვიცი, არ მინდა რომ რაღაცა ისე ბრმად თითქოს ვიყიდო და მე რაღაცა ეგრეც არ მინდა. ჩემთან ახლა ახლო არავის არ აქვს ძალიან ახლობას ესე ნაყიდი რომ ვკითხო როგორია. ეხლა რა ვიცი 79 და 80 ლარი გავისრულო და არაფრად ვარ გოდეს და მექანიზმი ეს გადმოსაწევი და ის ახლა 4 დღეში ეყეოდეს ეგეთიც არ მინდა და არ ვიცი. რამდენად ანუ კარგია რა. ასევე რა ვიყურები გოგო, ძალიან ბევრი რამე მაქვს თავიდან საყიდელი. რასაც უნდა გაეძლო კაი წლები, მე უკვე გამოსაცვლელი მაქვს. იმობმა გაწყრიალებულ სახლშიო გავაჩინეთ, იმიტომ რომ თავიცით ვერასდროს გაჩნდებოდა ეს სახლი იმდენი წელი აშენებულია, რომ ობი და სირისტი აქ არავის არ ახსოვს, იმიტომ რომ ის იმდენი ფანჯრები აქვს და ისეთი ჰაერი ტრიალებს. მაგრამ ჩვენი დამსახურებით რემონტი რო ვერ გაშრა და უკვე ის გაზი ჩავრთეთ დააობა კედლები. ბევრი რამე საყიდელი მაქვს. დივნიდან დაწყებული, მაგიდით დამთავრებული. კიდე ბევრი რამე. გული მწყდება ძალიან, რამდენი რამე საყიდელი მაქვს ისევ, რომელსაც იდეაში წლები უნდა გაეძლო. ესეც სადაც მე ვსივარ ეს კუთხის მაგიდა და ისე ეგეც კი გააფუჭა უკანა მხარე და გამოუვიდა ანუ რაღაცა არის წინვა. თუმცა ამას არ ვდარდობ კაცო, ჯერ არ ვდარდობ რა. ჯერ მირჩევნია რომ აი
სოფელს უფრო მეტად მივაქციო ყურადღება რაღაცები შევიძინოთ, რაღაცები გავაკეთოთ, რაც ძალიან ისეთი გასაკეთებელია, ვთქვათ, და გვჭირდება ის გავაკეთოთ. მაგრამ ესეც ხო საჭიროა, მაგრამ ამისთვის მე მოვიცლით. ხო და ასე რომ ფუჭდება მე მალე რაღაცების სტიმული მეკარგება ყველაფრის და ნერვები მეშლება, რომ რატო. ჩვენ სადაც გავაკეთეთ საგარდირებო სივრცე, მან უნდა გადმოგვეყვანა მდგმური და იმ ოთახში უნდა გავაკეთებინა აბაზანა. უნიტაზი, საჟღაბე, ყველაფერს ნაყიდი გვაქვს, გვიდევს. შენახულია, ეგ ყველაფერი ნაყიდია. მონკანი, რა ვიცი, მეგონა ეგეც ნაყიდი გვაქვს, აღარ მახსოვს. უბრალოდ მამაჩიმა იმდენად ვერ ტევ თუ შვილო აქ ვერაფერსო. წარმოიდგინეთ ის ოთახი გაიტენა და რამდენია ხო გაჩვენეთ და წამნი ეგენი გქონდა აქ. კიდე ხა ტახტის აი აქ სადაც ვზივარ ხო ასახდელები აქ ამ სამკუთხედ იმას ამის ქვეშ უნდა ნახოთ რამდენი კაბა მაქვს ხალხო ვერც კი წარმოგიდგენიათ რამდენი კაბა მაქვს აი აქ ეგენი უნდა ამოვყარო ეგ აი გამახსენდა თორე ამეს არა ეხლა ვიზავ მაგას და იქ საკიდებზე დავკიდო ეკაბები ერთი ჩაკუჭულია და დაკეცილია მაგრამ ანუ ხო ხვდებით არ მინდა ასე მქონდეს უბრალოდ ადგილი არ მქონდა მაშინ აქ დივნის ქვეშაც იმდენი რამეა ხალხო გამოტენილი აი მე უადგილობა არის კატასტროფა დედას გეფიცებით რო არ გაქვს მის ადგილი აი ვაიმე ტანსაცმელები ნატასმელი ხო არ არის მე რაღაცა რავი ელემენტარული იმდენი რამეა თუნდაც ნაცვის ხესად უნდა წაიღო რო აიცი მაგრამ აღარ რადგან ის გვაქვს აღარ არის მაგის პრობლემა და თან მათ სხვა დიდ რაღაცასაც ვიყიდი და დავდგავ მათ ხა ეგ მაგიდა მიყავებს გოგო ადგილს იმიტომ რომ იდეაში სულ არ მჭირდება მაგიდა რა და თუ დამჭირდა კიდე პატაც უნდა მაგიდა შევიდა ყავისთვის არც ეგ არის დიდი პრობლემა მათ მიჩვენა სულ სხვა რაღაც დავდგა სადაც შევალაგებ ბარგს და ვიდრე ახლა მათ გამოვჭიმო მაგ ხელა მაგიდა უშველებელი უბრალოდ ახლა იდგეს ჯერ ანუ არ გვიშლის ხელს და რატომ მასა ვქნავიღო იდგეს საწავიღო ახლა ну ეგ უკვე გადასაგდებადაც განკუთვნილია სიმართლე გითხრათ მოირყა ყველაფერი და არც ვარ განუ არ ვიცი გოგოებო აი მე რა მიყურს იცით გაქირავებ დასუშვებიან მე ამ კეთილებს არ ვიცი ანუ მაგ ოთახში დიდხანს არ უცხოვრია იმ ადამიანს შევუშვით აბსოლუტურად გარემონტებულ ახალ გარემონტებულ ოთახში მე გულისხმობ კედლებს და იატაკს ლინენუმი არის გადასაგდები თან ძალიან გადასაგდებია მათ მე სხვა ლინენუმის ვიყიდი რა თქმა უნდა ეგ გადასაგდებია და მართლა გულწრფელად მაინტერესებს კედლებს რას უშვებიან სულ ყველგან დახურეტილია ხალხო მთელი კედლები თოკები ქონდათ გაბმული აშრობდნენ სარეცხს კარგით რა სარეცხის გაშრობა აღარ გამიგია ხალხო ოთახში გამიუბედურეს ყველაფერი ხო და ანუ გამოვიდა რომ იქ ისევ ის ადამიანი ცხოვრობს სადაც აბაზანა უნდა გაკეთებულიყო ხო და ხა ეგეც რო გაუშვა და აბაზანა გავაკეთოთ რაღაცა ელემენტარულია იცან რა ვიცი გონიას ზარათ აქ თუ ასე რაღაცად გაქრეებული მამაჩაი ძალიან მიზერულია აი მართლა მიზერული მაგ დახაში ხალხო საპირფარეშოში აღარ შეგეშვებენ უბრალოდ ძალიან დიდი წლებია ცხოვრობს და ნუ მოკლედ
ხო და სანამ უკანა ოთახი გვაქვს ერთი ძალიან დიდი ოთახია სანამ ეგ არ გაკეთდება ოღონდ მაგას უნდა უშველებელი თახა ეგ რო გაკეთდეს ყველაფერი ავყარეთ დავყარეთ ეგ სანამ არ გაკეთდება მანამდე არ ვგეგმავ მან დაბაზარის გაკეთებას იმიტომ რომ არ მინდა საერთოდ თუნდაც იმას ვერც გარშე დარჩეს კიდე ჩემი ოჯახი და სამთერჩალში მე წაგადგება ადამიანს არ გვიჩქარება აბაზანა ხა მინდა დაბლავებანებ და მინდა მაღლა ჩემებთან ანუ ეგ პრობლემას არ წარმოადგენს არანაირი ხო და ის როცა გაკეთდება მე ვიფიქრებთ უკვე მანდ გაკეთებაზე რომ ჩემი მქონდეს ჩემ სართულზე მქონდეს გახსოვთ აქ რო ვაპირებდი გაკეთებას როგორ მინდოდა გაკეთება მაგრამ მართლა აღარ მჩნევდა არაფერს ადგილი ადგილი არაფერს ადგილი არ მჩნევდა და ასე რომ კარგი იყო როგორც მოხდა უბრალოდ შიგნით რო არ მიჩვეული ყოველთვის შიგნით მაგ ეგ სურვილი მქონდა აქაც ახლა რო გაკეთდება შიგნით არ არის მაგრამ აი ოთახიდან რომ გავიდე და კიბეზე ჩავიდე ის სამი კიბე ეგეც ნერვებს მიშლის ზოგადად სახლიც არ აქვს ამის სამი კიბე მიშლის ნერვებს მშვიდობიანი ხარ ჩაღდე ყოჩაღ ასე მე შემიძლია თამამად ვთქვა ჩემ ბიძაშვილს რომ ვნებოდი სხვათა შორის რომ ცხოვრებაში ამდენი ბოსტნეული არ მიჭამია ჩემ სიცოცხლეში 40 წლის ხო გავხდი ამდენი ბოსტნეული რაც 16 დღეში მივირთვი მე არ მიჭამია ყოჩაღ გვანც ყოჩაღ აი ხალხო ღმერთო მაღალო ახლა როგორც ავარ გაჩლილი ფარჩევანგივი დღოს შუაზე მამყოფე მთელი ცხოვრება აბა დამაჩქედით აკეთეთ არ ვიცი რა ხა როგორ უძლებ ჩემს ლამაზეს ხო ახლა რა მიდავთქვა დღესა მივდივარ სამსახურში ახლა ხო როგორც მე ვარ აი ესეთი ხალისით უნდა წახვიდეთ ხალხო სამსახურში ბედნიერები ვაშკვლავები და დაგციმციმებდე თვალებზე ხო თქვენ თუ არ შეიქმნით ხო განწყობა ის შეაშაო ფეხა თავს მოიკრათ თავრობა თქვენი განწყობისთვის ხო თქვენ უნდა იმას აკეთოთ ისე ყალას აღარ ველაპარაკე არა გავცემ ხმას ამომიყვანა ყელში ის არის გავებუტე იყოს ერთი ორი კვირა ის არის რეკოს არ ავპაშუხო არ ავხსნი ტელეფონს არა შო ფაშიკი პატარავები ხო რას ქვია ჯარი არა გავიბუტე რა ხდა ის ხასიათი დიოს ახლა ხო ის არის ზამთარში ვთხოვე და რა გახდა ერთი ვირი ხალუთ აი სპორტითა ვერ დავდივარ რა ის არის აღმართი რო არის ჩემთანა ვერ ამოდის რომ მოთხოვს კანეც უკვე რომ მოთხოვს ჩერდება ტრანსპორტი და მეთქი ის არის მოწიწებით ვთხოვე რა მეთქი კალა ერთი ვირი მეთქი ჩემთვის ვირი რა გახდა ხო და მე რა გდა რა ვიცი ვირები გაწყდნე ვირი ვერი შოვა მთელი კახეთი ვირსამი აქვს მაგრამ რა ვიცი ჩემთვის დაიკიდა საბაჟო ვირების ხო და ისე გავიბუტე აი სამთვის მერე და მე რო თხოვების მერე 2 წელი გავიდა მაგრამ ეხლა გამახსენდა ნერვები ამეშალა ხო აი ინფლუენსერები ასე შვებიან ბედნიერი ხარ ხო აი ხალხო მოვედი ვაიმე დღეს ისეთი ლამაზი ვარ არ მქონდა საქმე, აქ გავედი გარეთ. გავედი. ეს არის შარპი. მაჩუქეს და კითხელა ხა ხოიბუგება ქვეყნები რა. ვედრით ამომდის ოფლი ბარა. ნახო მეზობლებმა ახალი ისა აქვს რა. შარფი და მიპატარკეს. ეს არის აბათოკი. ჩემი ბალხის. ის არის ცეწნო იმიდის რა და გავიკეთე. ხალხო რა მინდა გითხრა თქვენ ალბათ არიცით რომ მე უნიკალური ნიჭითა ვარ დაჯილდოვებული და ბევრ საქმესთან ერთად ვხსოვ. ვაიმე, ვხსოვ ხალხო. ხო, რადონის ისამა გაკანება. ქართლის ძედის მოტრფიალეცა ხო ვარ, თან ვხსოვ. დახუჭე თვალები, 1 2 3. აგე. ჩას
ფასადებია. რაღაცები რა, კოსმეტიკა არა დაისვრება, მაგრამ ისეთი რაღაცები რა, რაღაცები რაც არ ისვრება და არ გადმოждდის რაღაცები, შეგიძლიათ მოათავსოთ, ესა სახელურია. აი, აბა დააჩქერდით რადონის გაქანების სილამაზია ხო ახლოდან. ხო უყურებთ ხალხო? აჰა. მე მოგხსოვებ, ის არის რა ქვია. YouTube-ით ვისწავლე ხალხო. რადონის ნიჭთან მაგ საქმე მე ხო. ეხლა უფალმა მაგისთვის მომავლინა. თორე მე არ ვიცი ამდენი მისია დამაკისრა ხო? ისა ჩოლკა გადმომიყარე. აი. ახლა ხვალა მივეგზარები ნისანის ტიდათი იმაში რა ქვია. სოფელში. არ ვიცი ხალხო. არც ზრუხის ვიდეოებს მოგაკლებთ. არც აკათმის ვიდეოებს მოგაკლებთ. მაგრამ ისა ყავს რა ცისარა სახში. დედა, დილი და რო ხაბი 12 გაუდის. ვაიმე, მაგას გამოვეკალი ერთი დღე, მაგრამ ხო არ მოვკლავ ხო? ბოროტისული ხო არა ვარ ხო დაზოცავით. ცხადია. პროდუქტებიც ამაკ საყიდელი, მოიხად ოფლივედრითა გადმოდის მეთქი ცხელა ხალხო. ის არის რა ქვია, მაგრამ იყო რა ქვია, პროდუქტები მაგ საყიდელი. ხო და უნდა ვიყიდო რა ხვალე. საჯახო ყეჩარიელი ხალხო, ეგრე კი არ არის ვახალანა. ხო, მიდიხარ უნდა წაიღო. 2x4 ასია წესი და კანონი. თანა ისე ვართ გაჭირებულები აქ ქვეყანაში, რომ განაოჯახს აუჭირს, მაგრამ ვერ წახვალდებო, ეგრე აღარ არის ყოფა ცხოვრება, ხო? ცხადია, რა 2 კვირით არ ვიყავ და ერთი ალპენა გოლდი მიგაქ. უნდა უშოხარ ხო? წეხან გადავდექი აივანზე, ჩემი ისა მოწიწებული სახით, ასე კი არა. ასე. ხო და ისა რა ქვია, ვაიმე როგორც ცივა ჩემ სახლში მეთქი. ვითომა კონდიციონერი მოგუნებს სახში. ხო და ქუდუძუ რატო ცივაო? მეუთხარი კონდიციონერი მაგ ბოლოზე აწეული მეუთხარი და შემაცია და მოვისხი. ვაიმე, პერტაკარგულები დადიან. გაივლია, გამოივლია. ხალხო იმასე კი არ უყურებენ, რომ კონდიციონერის ისა გარეთ არ ბღუის, არც აწვეთავს. ხო რამე რაყოლება. ის არის რა ქვია. ბეჭდებით მაგ. კიდევ მაქვს. ჯერ ამას დაიჯერდით, მერე კათვე. ბაი, ესე ჩამოხსნი. ესე. იქა მაქვს რა ქვია, თხილიც მაქვს. ესე ჩამაქვს. კვერხი კიტრიპური. კიდე რა მაქვს. გამოიტანე გოგორა, ესა მაქვს კიდე. ჩართა და გაგრილებს, აჰა. მე ყველაფერი